რას დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავსო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. გაგიკვირდებათ, მაგრამ საქართველოს ექსპორტის 38% არის ავტომობილები. ამდულად გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ საქართველოში ყველამ ვიცით, რომ ეს დარგი არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 6 წელია უკვე ველოდებით, რომ ქუთაისის ავტოქარხანა დაიწყებს, როდესაც იქნება დაპირებული 40,000 ელექტრომობილის გამოშვებას წელიწადში, საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება. კომპანია ჩანგანმა, რომელიც არის სოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების წარმოებელი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ საქართველოში აშენდება ელექტრომობილების ქარხანა, მაგრამ ჯერ არ არის. ჯერ ველოდებით. აბა, საიდან მოდის მანქანები, რომელთაც შემდეგ საქართველო ექსპორტზე გზავნის და ამით ძალიან დიდ მოგებას იღებს თავისი ბიუჯეტისთვის. ეს არის რბილად რომ ვილაპარაკოთ ამერიკული და ევროპული, ზოგადად დასავლური სანქციების საბოტირების მეთოდი, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საბოტირება, პირდაპირ რომ ვილაპარაკოთ არის უკრაინელების სისხლის ფასად გაკეთებული ფული. როგორ არის და რა არის? საიდან მოდის მანქანები, სად მიდის? ეს ამბავი შეისწავლა ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა, რომლის კვლევების ხელმძღვანელს გოგა თუშურაშვილს ჩვენ დღეს გავესაუბრებით და გავარკვევთ. რა ავტოექსპორტზეა ლაპარაკი, საიდან მოყავს საქართველოს მანქანები იმისთვის, რომ შემდეგ გაგზავნოს ძალიან უცნაურ ადგილებში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში და ამით საკუთარი ბიუჯეტი შეავსოს. გოგა, გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა ინტერვიუსთვის და თავარი რო ვიკითხო. ეს 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი. ეს არ არის ბიუჯეტში შესული თანხა, ხო? საქართველოს ბიუჯეტში შესული თანხა. ეს არის ბრუნვის საერთო მაჩვენებელი. ეს 1,2 მილიარდი არის მთლიანი ღირებულება იმ ავტომობილების, რომელიც გავიდა რეექსპორტზე. ეს არ არის ბიუჯეტში შესული თანხა. ეს არის რა თანხაშიც გაიყიდა რეექსპორტზე მთლიანი, რა თქმა უნდა, ეს 1,2 მილიარდი ბიუჯეტში არ შედის. ეს არის კომპანიების შემოსავლები, რომლებიც მიიღეს, ასე ვთქვათ, ამ ავტომობილების გაყიდვით, ხოლო შემდგომ უკვე საქართველოს საგადასახადო სისტემით რა თანხასაც გადაიხდიან ბიუჯეტში, ეს არის უკვე ის თანხა, რომელიც შედის ბიუჯეტში. საკმაოდ სოლიდურ თანხასთან გვექნება საქმე, იგივე იმ კომპანიების მოგების გადასახადის სახით, აგრეთვე იმ კომპანიების დასაქმებული თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადის სახით და სხვა სახელმწიფოს მიერ დაწესებული გადასახადების მიხედვით, რომელიც შედის, ასე ვთქვათ, შემდგომ ბიუჯეტში. შესაბამისად, ამ ასე ვთქვათ, რეექსპორტს შეიძლება ვთქვათ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს საქართველოს ეკონომიკაში 2022 წლის შემდგომ, როდესაც მკვეთრად იზრდება, ასე ვთქვათ, საქართველოსთან რეექსპორტის მაჩვენებლები. დაახლოებით თუ შევადარეთ, დაახლოებით 6-ჯერ არის გაზრდილი ეს ციფრი. ეს არის რეექსპორტის თანხა 1,2 მილიარდი დოლარი. რთულია ზუსტად აქედან რა თანხა რჩება ქვეყანაში ეს თქმა, თუმცა ეს არის ის თანხა, რომელსაც თვითონ კომპანიები იხდიან გადასახადების სახით და აგრეთვე არის საექსპორტო გადასახადი, რომელსაც, ასე ვთქვათ, იგივე ეს კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ რეექსპორტს, შეაქვთ შემდგომ უკვე ბიუჯეტში. გასაგებია, 2022 წლიდან ზრდის ტემპი ძალიან მაღალია, მაგრამ იქამდე როგორი იყო? იქნებ ზრდის ტემპი იქამდეც ძალიან მაღალი იყო. ამ 6 თვეში თუ იყო 1,2 მილიონი რეექსპორტის თანხა, მაშინ იყო დაახლოებით 200 მილიონი. ხოლო 200 მილიონამდე ეს თანხა. 6 თვეში 1,2 მილიონი მართლა ძალიან დიდი ფულია და სხვა დარგებიც ასევე ამოიკაჩა? არა, უცბად ავარდა, როდესაც სანქციები დაწესდა რუსეთზე და ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებზე, ასე ვთქვათ, ავტომობილების შეყვანაზე ევროპიდან და ამერიკიდან, ამის შემდგომ უცბად გაიზარდა შემდგომ წელს, თუმცა ეს ტენდენცია შემდგომაც გაგრძელდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს დისტემპი შემდგომ წლებში 2023 წლის შემდგომ იმხელა აღარ იყო, მაგრამ 2025 წლის საწყის 6 თვეში უკვე მივახციეთ ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს, აი მაგალითად 2025 წლის 6 თვეს თუ შევადარებთ 2024 წლის 6 თვეს, დაახლოებით 30%-იანი დაგვაქვს თანხაში გამოხატული
რეექსპორტის მაჩვენებელი. ანუ მაშინ იყო დაახლოებით 950 მილიონი, ეხლა არის 1.2 მილიარდი. ყირგიზეთში გავიდა 620 მილიონის ღირებულების ავტომობილები, ხოლო ეს დაახლოებით ორჯერ აღემატება მთლიანად ევროპაში რა პროდუქციაც გავიდა. ბუნებრივია, ჩვენ ევროპაში მანქანები არ გაგვყავს, ანუ თუ ექსპორტში უკვე რამხელა წილი უკავია ავტომობილებს, ეს კარგად აჩვენებს დაახლოებით მხოლოდ ყირგიზეთში გასული ავტომობილების ღირებულება ორჯერ აღემატება მთლიან პროდუქციის ღირებულებას, რაც ევროკავშირში გაგვაქვს ჩვენ ექსპორტის სახით. შეგვიძლია თუ არა განსაზღვროთ რა მოდელებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა ყირგიზეთსა და ყაზახეთში, რუსეთში რეალურად. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა მოდელები გადის ამა თუ იმ ქვეყანაში, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გამოვთვალოთ საშუალო ღირებულება, ან ვიცით რაოდენობა და ვიცით საერთო ფასი. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ მანქანების რაოდენობა იმდენად არ იზრდება, რამდენადაც იზრდება მათი ღირებულება, ასე ვთქვათ. ანუ რეალურად საშუალო მოთხოვნა არის მაღალ ძვირად ღირებულ ავტომობილებს. განსაკუთრებით ბოლო წლებში. ჩვენ ვიცით ასევე, რომ ძირითადად შეზღუდვები საწყის ეტაპზე და შემდგომ ეტაპზე იყო უფრო ძვირად ღირებულ ავტომობილებზე. რატომ გაგიჟდნენ და გადაერევნენ ყირგიზები და ყაზახები მანქანებზე, რომლებიც მაინც და მაინც საქართველოდან არის შეყვანილი? სხვა გზები არ არსებობს ამ ქვეყანებში, ამ ყირგიზეთში, ყაზახეთში, საბოლოო ჯამში რუსეთში მანქანის მოხვედრის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთ დაბალ განვითარებულ და დაბალ შემოსავლიან ქვეყანას, როგორც ყირგიზეთია და მისი მოსახლეობა, უცბად გაჩენოდათ ამხელა მოთხოვნა ასეთ ძვირად ღირებულ ავტომობილებს. მით უმეტეს სწორედ ყირგიზეთი არის, რომელსაც საშუალო ფასი და მოთხოვნილი გაყვანილი ავტომობილებს ყირგიზეთში $30,000 აღემატება, როდესაც სხვა ქვეყნებში ჩვენ სადაც ვხედავთ მნიშვნელოვნად დაბალი არის საშუალო ღირებულება ავტომობილების, რომელსაც არის მოთხოვნა დღეს საქართველოდან რეექსპორტზე. სანქციები ვრცელდებოდა ძვირად ღირებულ ავტომობილებზე, შესაბამისად, ესაც იყო ერთ-ერთი ეჭვის საფუძველი იმისა, რომ სწორედ ყირგიზეთი იყო ერთგვარი დერეფანი ამ შემთხვევაში, რომ რეალურად ეს ძვირად ღირებულები ავტომობილები მოხვედრილიყო რუსეთში. გოგა, თქვენ ამბობთ, რომ გაიზარდა საშუალო ფასი მანქანებისა, რომელიც შედის ყირგიზეთსა და ყაზახეთში. რეექსპორტზე გადის საქართველოდან. და საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ მოდი დავაზუსტოთ, გაიზარდა თავად მანქანების ფასი თუ გაიზარდა გაძვირდა უფრო ძვირიანი მოდელები დაიძრა საქართველოდან. მაგალითად, Volkswagen Golf, რომელიც ადრე ღირდა 5,000, შეიძლება თუ არა ახლა ღირდეს 15 ან 20,000, თუ არ ვიცი, Toyota Corolla-ს მაგიროთ ახლა შედის Land Cruiser, Toyota, მაგრამ Land Cruiser. მოდელები გაძვირდა თუ თვითონ მანქანები გააძვირა წარმოებელმა ან გამყიდველმა? სამჯერ არის დაახლოებით საშუალო ღირებულება გაზრდილი ავტომობილების 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში დაახლოებით $7,200-დან ავიდა დაახლოებით $24,000-მდე რეექსპორტის საშუალო ღირებულება, ანუ რეექსპორტზე გაყვანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება. უნებრივია ამოცულობით კონკრეტული ავტომობილების ფასი ვერ გაიზრდებოდა და აქ უკვე ეს აჩვენებს, რომ ზრდა არის და მოთხოვნა არის უფრო ძვირად ღირებულ ისეთ მანქანებზე, რომლებიც შეზღუდული არის, ასე ვთქვათ, რუსეთში მათი ექსპორტი დასავლეთის ქვეყნებში. და საქართველოს საიდან შემოდის ეს მოდელები, რომლებიც მერე გადის? ჩვენთან ძირითადად ეს მანქანები შემოდის ამერიკიდან, ასევე რამდენად გვაქვს ინფორმაცია, მანქანების გაყვანა ხდება ადგილზე, იგივე ცენტრებიდან, მაგალითად საქართველოს წარმომადგენლობიდან სხვადასხვა სქემით ხდება ჯერ იგივე საქართველოს მოქალაქეზე მიყიდვა ამ ავტომობილის და შემდგომ უკვე აქედან სხვადასხვა გზით გაყვანა უკვე რუსეთში. მოგეხსენებათ, უკვე აკრძალულია არა მხოლოდ რუსეთში ექსპორტი საქართველოდან, არამედ რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე გაყიდვაც
კი აკრძალული არის ავტომობილების ბოლო ცვლილებით და შესაბამისად უკვე სხვადასხვა სქემების გამოყენება ხდება საჭირო, რომ იგივე მოხდეს ეს ავტომობილები საბოლოოდ რუსეთში. თქვენი მტკიცება მხოლოდ იმას ეყრდნობა, რომ ყირგიზები არ არის ამ დიდრები. იქნებ ბუმია და მაინც მთელ ფულს ხარჯავენ მაინც და მაინც მდიდრულ მანქანებში. შეიძლება ეს თირამე დაუშვათ. ამ ლოგიკურ ვარაუდებს აჩენს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა, რომ ისეთ დაბალ შემოსავლიან ქვეყანაში, როგორც ყირგიზეთია, უცბად იზრდება ასე ვთქვათ, მოთხოვნა ესეთ ძვირადღირებულ ავტომობილებზე. მეორე ვარაუდი არის ის ფაქტი, რომ არ ემთხვევა საქართველოს საქსტატის ექსპორტის მონაცემები და ყირგიზეთის იმპორტის მონაცემები, ანუ ეს ერთ-ერთი დასტურია, რომ რეალურად საქართველოსთან გადის ექსპორტზე ავტომობილები, თუმცა ყირგიზეთამდე საერთოდ აღარ ჩადის ეს, იმიტომ რომ ვეღარ ხდება ასახვა მათ იმპორტის მაჩვენებლებში, ანუ არ არის თანხმდერაში ეს ორი მონაცემი ერთმანეთთან და ასე საკმაოდ დიდი არის სხვაობა, დაახლოებით ასეულობით მილიონი დოლარით არის სხვაობა ამ მონაცემებს შორის. შესაბამისად, ეს აჩვენებს, რომ რეალურად შუაში სადღაც, ასე ვთქვათ, ქრება ეს საბოლოო დანიშნულებამდე არ მიდის და აგრეთვე ის ჟურნალისტური გამოძიებები, რომლებიც ამ თემებზე არსებობს, იგივე საერთაშორისო და იგივე ადგილობრივი, რომლებიც საკმაოდ კარგად აჩვენებდა იმ სქემებს თუ ასე ვთქვათ, როგორ თავისუფლად მიდიოდა ავტომობილები რეექსპორტზე საქართველოსთან რუსეთში. როცა საბოლოო დანიშნულებად მითითებული ჰქონდა ყირგიზეთი, თუმცა რეალურად ეს ავტომობილები არ მიდიოდა ყირგიზეთში და რჩებოდა რუსეთში. ეს კომპლექსურად ეს ფაქტორები ბუნებრივია ამყარებს, იმეჭვებს, რომ საქართველოს არის ერთგვარი დერეფანი, რომ სანქცირებული ავტომობილები მოხვდნენ რუსეთში. ესე იგი, შეგვიძლია ვამტკიცეთ, რომ საქართველოს პრაქტიკულად შლის ეწინააღმდეგება დასავლურ სანქციებს. ეს არამხოლოდ ჩვენ და არამხოლოდ საქართველოში დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ დასავლეთის ქვეყნებისთვისაც კანათელი არის ეს ფაქტი, შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მოცემულობა ესე ვერ დარჩება, იმიტომ რომ სანქციების მიზანი არ ყოფილა, სანქციების მიზანი იყო, რომ ეს დასავლური ბრენდის ავტომობილების მოხვედრა შეზღუდულიყო რუსეთსა და ბელარუსში. სანქციების მიზანი არ ყოფილა ის, რომ მათ გაეჩინათ შუამავალი ქვეყნები და ამ შუამავალი ქვეყნების გზით უბრალოდ ფასი გაძვირებოდათ რუსეთის მოქალაქეებს. ხო, ან მათი მიზანი იყო რეალურად მათ წვდომა არ ჰქონდათ ავტომობილებზე. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეალურად მოხდა ისე, რომ ამ სანქციებით სარგებლობენ ერთგვარად შუამავალი ქვეყნები და ასევე მხოლოდ ფასი უძვირდებათ რუსეთის მოქალაქეებს, თორემ მათ ავტომობილებზე წვდომა ნაკლებად შეეზღუდათ. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ მხრივ შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო გამკაცდეს სანქციები, იგივე შეიძლება სანქციების ქვეშ მოყვნენ მაგალითად იგივე ყირგიზეთი და შუა აზიის სხვა ქვეყნები, საიდანაც ასე ვთქვათ, რომელიც არის პირდაპირ მიმწოდებელი ამ შემთხვევაში უკვე რუსეთისთვის ამ ავტომობილებისთვის და აგრეთვე საქართველოსაც შეიძლება გარკვეულწილად მიადგეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი ამ კუთხით და კიდევ უფრო გაურთულდეს ურთიერთობა დასავლეთთან, რაც აისახება მნიშვნელოვნად საქართველოს ეკონომიკაზე და ასევე ერთ-ერთი ფაქტორი მიმაჩნია, რომ აქ გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ ჩვენი ავტოექსპორტიორთა დარგი მნიშვნელოვნად მიება უკვე შუა აზიის ქვეყნებს, ნუ რეალურად შეიძლება ვთქვათ, რომ იგივე რუსეთსაც, იმიტომ რომ შუა აზიის ქვეყნები სავარაუდოდ აქვს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა, რეალურად არის მოთხოვნა რუსეთზე და როდესაც ეს შეიზღუდება დასავლეთის მხრიდან უფრო მკაცრად, ფაქტობრივად შეიძლება ერთგვარი შოკი მიიღოს ამ დარგმა და ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს თვითონ ამ დარგს, რომელიც უკვე მთლიანად გადაწყობილია, უდიდესი ნაწილი ამ დარგის გადაწყობილია, ასე ვთქვათ, შუა აზიის ბაზარზე. ძვირიანიც არის და ძვირიანიც. თქვენ ამბობთ, რომ საშუალო ფასი არის $24,000, ესე იგი ეს არ არის Rolls-Royce-ები და მაიბახები.
მაგრამ შეიძლება თუ არა იმავე მონაცემების გარკვევა დილერებისგან, თვითონ ქართველი დილერებისგან. ღია არის თუ არა ესეთი მონაცემები? სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ესეთი ინფორმაცია თუ რა ბრენდები გადის ექსპორტზე. ჩვენ ამ კვლევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ის, რომ გაგვერკვია რომელი კომპანიები ტოპ 10 კომპანია უნდა გაგვერკვია, რომლებსაც გაქონდათ ასე ვთქვათ ეს მანქანები რეექსპორტზე. მე ამ 10 კომპანიიდან ჩვენ შევეცდებოდით, რომ 10 ანგარიშებიდან გაგვეგო თუ ამა თუ იმ რომელ ბაზარზე რა ავტომობილები შეყავდა, თუმცა ეს მონაცემები პირველ რიგში საქსტატმა მოგვაწოდა ათეული ჩამონათვალი ამ კომპანიების, თუმცა საქსტატმა არ მოგვცა ჩვენი ინფორმაცია თუ რა წილი ქონდა ამ ტოპ 10 კომპანიას საერთო რეექსპორტში და აგრეთვე ეს მონაცემები როგორც წესი არ არის ხოლმე დალაგებული თანხობრივად თუ რომელი კომპანია რამდენის ღირებულების რეექსპორტს ახორციელებს, იმიტომ ეს მიიჩნევა საგადასახადო საიდუმლოებად და ასევე იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ კომპანიებს არ ჰქონდა გამოქვეყნებული საკუთარი ანგარიშგების პორტალზე, მაგალითად ერთ-ერთი არის კავკასიის ავტოიმპორტი, რომელსაც 2017 წლიდან ასე ვთქვათ აღარ აქვს 2017 წლის შემდგომ გამოქვეყნებული საკუთარი ანგარიშგების პორტალზე, შესაბამისად უკვე მეტი დეტალის გარკვევა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ხოლმე, რაც ამ დარგის უფრო დეტალურ შესწავლას მნიშვნელოვნად ართულებს, თუმცა ჩვენ გვაქვს იგივე ცნობები, რომ იგივე კავკასიის ავტოიმპორტი აქტიურად ახორციელებს იგივე დილერებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დილერებზე წვდომას აძლევს ამერიკულ ბაზარზე, შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, აკავშირებს და ხელს უწყობს ამ შემთხვევაში იგივე რეექსპორტს, ეს იქნება შუა აზიის ქვეყნები თუ სხვა მიმართულებით. ამ კომპანიების ბრუნვის და მუშაობის შესახებ არც ირიბი ინფორმაცია არსებობს, რაიმე სხვა თქვა მიხოვლმოხული გზები თუ შეიძლება ამის გარკვევა? ერთი შეიძლება ითქვას, რომ 10 კომპანიის, რომელიცაც უდევს ანგარიში, ცალსახად აჩვენებს, რომ ამ პერიოდში მნიშვნელოვნად აქვს ბრუნვა გაზრდილი, მაგალითად არის კომპანიები იგივე TGT, Toyota, რომლებიც ვთქვათ, იგივე თუ ქონდა 300 მილიონიანი ბრუნვა, გაიზარდა ის 600 მილიონამდე და ანუ გაორმაგდა დაახლოებით. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის წუნების შესაძლებლობას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ ავტოიმპორტიორების დარგისთვის გახდა მნიშვნელოვნად ხელსაყრელი ამ დარგის უფრო მეტად გაზრდისთვის და სარგებლობით იმ შუა აზიის ბაზრით, რომელიც ასე ვთქვათ, გახდა ერთგვარი დერეფანი შემდგომში რუსეთში სანქცირებული ტვირთის საბოლოოდ მოსახვედრად. გოგა, თქვენ კვლევაში უთითებთ, რომ ომის დასაწყისში რეექსპორტი სომხეთის გავლით ხდებოდა ძალიან დიდი ნაწილი და ახლა ეს წილი შემცირდა. რით ახსნით ამას? სომხეთს კონდეს ასე ვთქვათ საკუთარი არხი და გზა იმისთვის, რომ შემოიყვანონ ეს ავტომობილები და ნაკლებად გახდეს ასე ვთქვათ საქართველოსთან უკვე ამ ასე ვთქვათ ავტომობილების ექსპორტის აუცილებლობა და ასე ვთქვათ შესაძლებელია იგივე ყირგიზეთის მითითებით რეექსპორტზე გაყვანა რუსეთში მომგებიანი იყოს, ვთქვათ და ხელსაყრელი იყოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეექსპორტის საბოლოო დანიშნულება ყირგიზეთის გაფორმება და რეალურად შუა გზაზე ასე ვთქვათ რუსეთში დატოვება ამ ავტომობილების და არ იყოს საჭირო აუცილებელი ამ შემთხვევაში სომხეთის გავლით ავტომობილების რუსეთში მოყვება. და მეორეს მხრივ ასე ვთქვათ, ისინი არ არიან ამ სანქციების რეჟიმს შეერთებულები. მოკლე, მაგრამ აშკარად დასკვნა. საქართველოსთან რუსეთსა და ბელარუსში აკრძალულია მანქანების გაყვანა და ბევრი სხვა საქონლის გატანაც.
ამიტომ ჩდებიან ყირგიზები, ამიტომ ჩდება ყირგიზეთი და რაღაც სხვა ქვეყნები იმისთვის რომ ამ სანქციებს აუარონ გვერდი. ასეა? საქართველოს გზავნავს პირდაპირ რუსეთში გაყვანას ავტომობილების, ამ შემთხვევაში საქართველოს არ აქვს შეზღუდვა ყირგიზეთთან და ყირგიზეთის მოქალაქეებთან, შესაბამისად საქართველოსთან რუსეთში მოხვდეს ავტომობილი, ამისათვის საჭიროა შუამავალი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დაწესებული შეზღუდვები რუსეთთან. ამ შემთხვევაში სწორედ ყირგიზეთი და შუა აზიის ქვეყნები არიან მნიშვნელოვანი რგოლი იმისთვის, რომ საბოლოოდ ავტომობილები რეექსპორტზე გავიდეს რუსეთში. და ფორმალურად გაფორმდეს, რომ ეს ხდება, ასე ვთქვათ, ფორმალურად გაფორმდეს ისე, რომ მიდის ავტომობილები ყირგიზეთში, თუმცა რეალურად მიდიოდეს არა ყირგიზეთში, არამედ რჩებოდეს ეს ავტომობილები რუსეთში, საქართველოს საბეჭო პუნქტის გავლის შემდეგ. საქართველოს მანქანების რეექსპორტი მარტო ქართველების ბიზნესია, მარტო ქართული ბიზნესი ხეირობს, ან ქართველი დილერები ხეირობენ მარტო ამით. დაახლოებით 2400-მა სუბიექტმა განახორციელა რეექსპორტი საქართველოსთან პირველ კვარტალში 2025 წლის. რთულია ამ შემთხვევაში ქვეყანა ამ შემთხვევაში ეს არის ბიზნესი, რომელიც უნებრივია ერგება იმ რეგულაციებს, რომლებიც არსებობს და ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ არის სარგებლოს, ასე ვთქვათ, ბიზნესმა ამ შესაძლებლობით. რა კი ამას თქვენ ამჩნევთ, ამ ტენდენციას ხედავთ და სტატისტიკურად შეგიძლიათ ამის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, იმავეს ხედავს ის ხალხი, ვისაც მთავრობა ქვია. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მათ შემდგომი დასავლური სანქციების, შემდგომი დასავლური სასჯელის და დასავლეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესების შიშით ახლა ეს არხები ჩაჭრან, ეს ბიზნესი შეაჩერონ ან შეზღუდონ მაინც. საქართველოს გაცხადებული პოზიცია ჩვენ ვიცით, რომ ის რაიმე სახის დამატებით სანქციების შემოღებას არ აპირებს, ამ შემთხვევაში შესაბამისად უფრო მოსალოდნელია, რომ დასავლეთიდან მოხდეს უფრო მეტად სანქციების გამკაცრება, რომ მათი მიზანი იქნას მიღწეული. მათ ალბათ ნაკლებად ექნება მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება შემოიღებს თქვათ ისეთ სანქციებს დამატებით, რომელიც აქამდე არ შემოუღია, რომ ასე ვთქვათ, ეს სქემა არ მუშაობდეს მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ მსხვილი კონტრიბუტორი ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისთვის, მით უმეტეს ბოლო პერიოდი ჩვენ ხედავთ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკას, რომ ის აქცენტს აკეთებს მათ მიღწევებზე ეკონომიკაში, ის ყოველთვის აპელირებს თუ რამხელა წარმატებები აქვს მიღწეული, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდში ეკონომიკაში, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან საკუთარი ხელით, ასე ვთქვათ, მსგავს შესაძლებლობებზე უარი თქვას, თუ დასავლეთიდან არ იქნება შესაბამისი მითითებები და შესაბამისი ზომები გატარებული. ცოტა უცნაურად კი ჟღერს, რომ ავტომრეწველობის არ მქონე ორი ქვეყანა, საქართველო და ყირგიზეთი, ამდენად არის დამოკიდებული ავტომობილების ბიზნესზე, რა ვიცი, თან საინტერესოა, თან სარკასტულია. უცნაურად ჟღერს, მოდი მოვილაპარაკოთ. მთელი ავტოიმპორტიორების დარგის ამაზე აწყობა შუა აზიის ბაზარზე მიდმა იმაჩნია, რომ არის შეცდომა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს სქემა დიდხანს ვერ გაგრძელდება, მით უმეტეს შექმნილი სიტუაცია იგივე საერთაშორისო და იგივე ომის მიმდინარეობასაც თუ დავაკვირდებით, სავარაუდოდ ან გამკაცდება, მნიშვნელოვნად გამკაცდება კვლავ რუსეთის მიმართ სანქციები, ან კიდევ შეიძლება საერთოდ გარკვეულწილად უახლოეს პერიოდში თუ რაიმე ვთქვათ მოლაპარაკებას მიაღწიოს, გარკვეულწილად ჩერბილებისკენ წავიდეს, შესაბამისად ეს კორიდორი, ასე ვთქვათ, ამ ფორმით არ ამგონია, რომ დიდხანს შენარჩუნდეს და არ იმაჩნია, რომ შეიძლება გარკვეული შოკისებრი ეფექტი კონდეს, როდესაც ეს კორიდორი აღარ იარსებებს ამ დარგისთვის და ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ეკონომიკის კონტრიბუტორი გამოაკლდეს უცბად ქვეყანას, რაც
ცალსახად აისახება აგრეთვე ეს იქნება არა მხოლოდ ექსპორტის, არამედ მთლიანად ეკონომიკის მაჩვენებელი. გოგა დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. დიდი იმედი მაქვს რომ მომავალში უფრო მეტ დეტალს გაარკვევთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო თემაა, რეალურად ძალიან საინტერესო და საჭირბოროტო თემაა, მით უმეტეს როდესაც საუბარია უკრაინის წინააღმდეგ შეფარულ თუ პირდაპირ მოქმედებებზე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. $1.2 მილიარდი საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს ზომა-წონის ქვეყნისთვის მართლა ძალიან დიდი ფულია 6 თვეში. 2021 წლის ჩათვლით, ანუ დიდი ომის დაწყებამდე უკრაინაში რეექსპორტის შემოსავალი ბიუჯეტში იყო სულ 10%. დღეს არის უკვე როგორც გითხარით 38%. ესმით თუ არა ეს იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული. ძალიან კარგად ესმით, რა არის მათი ბიზნესის საბოლოო ფასი. ზოგადად, ფული რომ შემოდის ქვეყანაში, ფული რომ შემოდის ბიუჯეტში, ფული რომ შემოდის კერძო კომპანიებში, დილერებთან, ნებისმიერთან, ძალიან კარგია, მაგრამ მათ გადასარევად იციან, რომ მათი ბიზნესის საბოლოო ფასი არის უკრაინელების დაღვრილი სისხლი. ეს ძალიან კარგად იცის იმანაც, ვისთანაც მთავარი და საბოლოო კუში მიდის. ყველა მიცის ვისთან. მაგრამ ცხადია, ამას ღიად არავინ არ იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ 38% შემოსავლით პირდაპირ საბოტირებას უწევთ დასავლურ სანქციებს რუსეთსა და ბელარუსის წინააღმდეგ. ეს იყო ვაშა გადაცემა სპეციალური გამოშვებით. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ Facebook-ზე, TikTok-ზე, YouTube-სა და Instagram-ზე. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაშინგტონში.